მოგესალმებით ბატონოები, თქვენ სულ პატარა განცხადება გააკეთეთ საპატრიარქოს პოზიციასთან დაკავშირებით და შემდეგ გადავართ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, ამ საპატრიარქოზე ვისი თქმა გსურთ? დიახ, ნამდვილად მინდა პატარა განცხადება გავაკეთო. ეს არა მარტო საპატრიარქოს, არამედ სულ მინდა მოუწოდო და მივმართო. საქმე ის არის, რომ სამწუხაროდ აღზრული არის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება რაღაც ტერიტორიების შესაძლო გადაცემებთან დაკავშირებით, ახლა რაც პროკურატურიდან გვესმის, გამოძიება მიმდინარეობს. ამ ფონზე ყველაფერი ამ ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე მესმის ხშირად ვიღაცების განცხადებები, ზოგი სასულიერო პირის და ზოგი არასასულიერო პირის, განსაკუთრებით საწყენია, როდესაც სასულიერო პირი აკეთებს ასეთ განცხადებებს, რომ აი მოღალატეები იყვნენ ადრე, ახლა მადლობა ღმერთს კარგები არიან და ასე შემდეგ. უკაცრავად, ეს არის ჯერ ერთი უმძიმესი ბრალდება. პირველ რიგში აღიძრა საქმე. პირველ რიგში ალბათ ჩვენი ინტერესია, ჩემი ყოველ შემთხვევაში მე ჩემი მხრიდან ნამდვილად ამას ვიტყვი, რომ პირველ რიგში ჩემი ინტერესია, რომ ძიება მივიდეს ბოლომდე, რაც შეიძლება მალე. და რაც შეეხება მანამდე განცხადებებს, ვთხოვდი, რომ თავი შეიკავოს უყოლამ ასეთი უაპელაციოდ ცუდი განცხადებებისგან, განსაკუთრებით სასულიერო პირებს მივმართავდი, რომ არ ეკადრება სასულიერო პირს აი ესეთი მსგავსი განცხადების გაკეთება. რამე თუ ხვალდაზექ ან ერთი თვის შემდეგ, ან არ ვიცი როდის, რომ დასრულდება გამოძიება და რო აღმოჩნდეს ის, რომ ეს ყველაფერი იყო და მე მგონი დიდი იმედი მაქვს, რომ ასე აღმოჩნდება, რომ ეს იყო აბსოლუტურად ცილის წამება, კომისიის ამ წევრების მიმართ და მათ შორის ჩემს მიმართ. მე როგორ უნდა იცხოვრო ამით სასულიერო პირისთვის განსაკუთრებით ეს ცილის წამება მიუღებელია. ამიტომ თავი შეესუყოლას ვთხოვ, რომ თავი შეიკავოს. დასრულდეს გამოძიება, რა კი წამოწყებული არის გამოძიება, ჯერ ესეთი ცუდია, რომ ამ თემაზე საერთოდ შესაძლებელი იყო თუ ვინმეს რაღაც აინტერესებდა, გინდა დეტალები რაღაც შესაძლებელი იყო ამისი გარკვევა თავისუფლად მაგიდასთან. ჯერ საერთოდ ჩემთვის ამაზრზენია, რომ აი ესეთი მიმდინარეობს ეს ძიება და თქვათ რაღაცა, მაგრამ რა კი დაიწყო ეს ძიება? პირველ რიგში მე და ალბათ სხვა დანარჩენი კომისიის წევრები დაინტერესებული არიან, რომ დროზე დაეშვა ამას წერტილი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ სასხლის გარკვეული მონაკვეთი არა მათ ზომიერდა და ჩვენი ქვეყნისთვის საზიანოდ იყო შეთანხმებული. რა მტკიცებულება აქვს პროკურატურას კომისიის წევრების წინააღმდეგ და კონკრეტულად რას ეძებდნენ თქვენგან, რა წაიღეს თქვენგან? უპირველეს ყოვლისა, რაც მე ვიცი, ის მინდა გითხრათ, რომ პროკურატურას ჯერ არავითარი მტკიცება და რაღაც ან ბრალდება არ წამოუყენებია, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და როგორც მითხრეს, დამამშვიდეს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია, ჩხრაგების ჩატარება და რაღაც ჩვეულებრივი პროცედურული ნორმაა. ამთვის ჩვეულებრივია, ჩემთვის შეიძლება ცუდია, მაგრამ ჩვეულებრივი პროცედურული ნორმაა. როგორც ასეთი არავის ახლა ჯერ მტკიცება და ბრალდებულება არ დაუწყია, უბრალოდ გამოკითხვა მიმდინარეობს და რაზე არის საუბარი? საუბარი არის იმ ბრალდებაზე, რომელიც წამოვიდა თავდაცვის სამინისტროდან, მე არ მაჩვენეს, მაგრამ ზოგადად იმ კითხვებიდან გამომდინარე, ხვდები, რომ ლაპარაკია 200,000-იანი მასშტაბის რუკებზე, ძირითადი აქედან გამომდინარეობს, ეს არის
33-36-37 წლებში გამოშვებული რუკების საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ტერიტორიებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის 36 თუ არ ვცდები 37 წლებში. ამას ეძებდნენ თქვენთან? არა, ჩემთან საერთოდ ეძებდნენ ახლა მთლიანობაში თუ რაიმე დაკავშირებული იყო ამ საკითხთან, ყველანაირ რუკას, სხვა დანარჩენ მასალას, ყველაფერს ამას ეძებდნენ, რომ რატომღაც ეთქობა ეჭვები წამოვიდა იმ თავდაცვის სამინისტროდან, რომ აი შესაძლებელია ვიღაცა რაღაცას მალავდეს ან რაღაც მსგავსი რამ. არაფერი დასამალი არ არის და საერთოდ არც კომისიის ნებისმიერი მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე არ ყოფილა რაიმე ესეთი, რომ აი დამალული და ეს წარმოუდგენელია. რუკების შესწავლა მოხდა 96-97 წლებში. რატომ გახადა და რატომ არჩენს პროკურატურა ისე, რომ თითქოს ეს არის ახალი აღმოჩენა და მათ მიაძლევს რაღაც დაფარულ. თქვენ ყოველთვის ამბობთ იმას, რომ ეს არ ყოფილა დაფარული და ესეც იყო ცნობილი. აი როგორ ხსნით თქვენ აი ამ მომენტს და რატომ ხდება ამის ახალი საფუძვლად გამოყენება თუ ისე ცნობილი იყო თქვენთვის სპეციალიზირებული წრეებისთვის ეს რუკები? კი ბატონო, მოგახსენებთ. თვითონ ეს რუკები, მიუფლინგის საკოორდინატო სისტემაში შედგენილი რუკებზე არის ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლაპარაკი 200,000-იანი მასშტაბის რუკებზე. თვითონ ამ სისტემას გააჩნია თავისი ცდომილებები, ეს შეუძლია ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა ახლა წაიკითხოს საიტებზე, აგერ რუკების მოძებნოს ეს რუკები შეუძლია მოძებნოს კი ბატონო კომპიუტერის გამოყენებით საიტებზე და მათი შედარება მოახდინოს ნებისმიერი სხვა რუკებთან. ეს ახლა შესაძლებელია. მაშინ ეს ყველაფერი, აი როგორ გითხრათ, ეს ჩვენთვის აღმოჩენა არ ყოფილა, ნამდვილად ვიღაცაებისთვის შეიძლება გახდა აღმოჩენა, მაგრამ ეს 200,000-იანი მასშტაბის რუკები ჯერ კიდე 96 თუ 97 ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ აი ამ წლებში მოძიებული იქნა იმ მესაზღვრეების მიერ, ვინ ჩვენთან ერთად მუშაობდნენ, ან კომისიის წევრები და ექსპერტთა ჯგუფში ვინც იყვნენ. ძალიან ინტენსიურად მუშაობდით არქივებში, მეც, სხვაც, ანუ გაყოფილი გქონდა ეს რაღაც ბევრი საკმაოდ ბევრს დავდიოდით, ბევრს ვეძებდით, რომ რაიმე მასალები მოგვეძიებია. და მე ვაკეთებდით ამის კომპლექტაციას, ანალიზს და ეს რუკაც ჩვეულებრივად, ეს რუკის რამოდენიმე ფურცელი ჩვეულებრივად აი ამ მოძიების შედეგი არის და აი ეს ხო, არა, 38 უფრო არ არის, 36-37 წლების გამოცემის არის საქართველოს ტერიტორიისთვის, თორე ისე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ტერიტორიისთვის დაწყებული 33-37 წლების გამოცემის რუკები არის, რატო? იმიტომ რომ დიდ ტერიტორიას მოიცავს და ყველა კარტფაბრიკა ერთდროულად ვერ გამოცემდა ახლა ამ რუკას. სხვადასხვა სამუშაოებთან არის დაკავშირებული. ხო და ეს შესაბამისად ამ რუკასაც ცხადია გავუკეთდა ჩვენც თავიდან ესე გვეგონა რომ აი რაღაცა აღმოვაჩინეთ გამოსადეგი რაღაც, მაგრამ გავუკეთა ანალიზი რო ჩატარდა რა შედარებული რო იქნა სხვა რუკებს აღმოჩნდა ის რომ აი ეს იგივე წერტილი როგორ გითხრათ ეს იგივე ელემენტი ამ რუკაზე და სხვა რუკაზე ვთქვათ ეს გეოდეზიური სიმაღლე არის რაღაც გეოდეზიური ნიშნული რაღაც სიმაღლე ხიდი მდინარე ხევი ხრამი ეს იგივე ელემენტებს შორის რო შეადარებ მათ შორის არის საკმაოდ სხვაობა სერიოზული ეს 240-250 300 ხან 300 მეტრი ხან მეტი და ასე შემდეგ გააჩნია ადგილი და რატომ დასჭირდათ ახალ გარემოებად უბრალოდ რა არის თავდაცვის სამინისტროდან მაშინ სხვა წარმომადგენელი მონაწილეობდა ამ კომისიაში ხო რა თქმა უნდა ხდება ინფორმაციის გაცვლა მაგრამ უბრალოდ ის წესიერი და პროფესიონალი კაცი ეს ნუ ახლა
ეს არის აი როგორ არის იცით მოხდა მე შემდგომ წლებში თავის დროზე ამას ჩაუტარდა ანალიზი და იმიტომ გაკეთდა სპეციალურად გადაიდო ეს რუკა გვერდზე იმიტომ რომ ეს უარგისი იყო არგუმენტად ვერ გამოგადგებოდა მეორე მხარესთან შენი თქვათ შენი პოზიციის გასაძლიერებლად ეს იქნებოდა პირიქით უფრო პირიქით იქნებოდა ამიტომაც მაშინ შეგნებულად ვთქვით რომ უარი ამ რუკის ასე ვთქვათ ძირითადი იმითი გამოყენებაზე უფრო ხო ხო ჩვენ ხელმძღვანელობდით ძირითადში ცხადია 1938 წელს დამტკიცებული ხელმოწერილი რუკით ხო და შესაბამისად ძირითადად 1942-53 წლების გამოცემული ტოპოგრაფიული რუკებით 100,000-იანი მასშტაბით და კიდევ უამრავი სხვა მასალით ისეთი როგორიც არის მიწათსარგებლობის მასალები და სხვა და სხვა. ესე იგი ეს ეგრეთ წოდებული 37 წლის რუკა რომელმაც ამოაყენა ამ მთელი სიტუაცია ამბობთ რომ არის უარგისი და დასაყრდენად ვერ გამოგვდება. დიახ. იქ ამ ყველაფრის დასადგენად აუცილებელი იყო თუ არა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მით უმეტეს ამდენად დაძაბულ პერიოდში. რა თქმა უნდა არ იყო და ეს ყოველთვის ეგ მithქვია რომ თუ ვინმეს უნდოდა ამისი განხილვები მით უმეტეს რომ აი ამ საკითხის აი კონკრეტული განხილვები მოხდა 2014 წელშიც ანუ მაშინაც არსებობდა ეს ხალხი მაშინაც არსებობდა რაღაც ეჭვები დილეტანტური თუ არადილეტანტური ეს სხვა საკითხია მაგრამ მაშინაც არსებობდა მაშინაც მოხდა გარკვეული განხილვები და იცით რა მაშინაც მოდი ეს ორგანომ გამოიძია სადელიმიტაციო კომისიის საქმე ეს არ იყო პროკურატურა ნუ ეს იყო კონდაზვერვის დეპარტამენტი მაშინაც შევიდა ვიღაცა იმ შუამდგომლობით პრემიერთან რომ აი კომისიაში რაღაც ხომ არ მოხდა ნუ არაფერი ჩვეულებრივად მოვიდნენ ხალხი შეხედეს გამოიძიეს წაიღეს რაღაც გარკვეული მასალა ფოტოასლები ან ელექტრონული ასლები იმისათვის რომ ხელი არ შეეშალათ კომისიის მუშაობისთვის ხო ანუ ახლა რა ვიცი ახლა საერთოდ აი ჩემთვის წარმოუდგენელი რაღაც მოხდა რომ იქ ჯერ ესეთი ან თავდაცვის სამინისტრო რაშუაშია ან პროკურატურა რაშუაშია ამის განხილვა თუ რაღაცის გარკვევა გსურს დალოცვილო მაგიდასთან შეიძლება ამისი გარკვევა შედარება ექსპერტიზის ჩატარება თუ გნებავდა თუ მე დაინახე რომ რაღაც ისეთი ხდება მაშინ ბოლო ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტრო თვითონ აღზრდავდა საკითხს რაშუაში აქ თავდაცვის სამინისტრო მაგრამ პრეზიდენტის თავმჯდომარეობის მოусმინეს თქვენ გუშინ და ის ამბობს რომ საქმის კურსში იყო მანამდე დაიწყებოდა გამოძიება ნანახი აქვს ეს რუკები მაშინ როცა გრიფით საიდუმლოა მაგრამ გაუთხელობა აქვს ამ საქმეს რატომ აქვს პრეზიდენტს ეს რუკები ნანახი რატომ იცოდა გამოძიების დაწყების შესახებ თუ გაქვთ თქვენ ეს კითხვები და ის ამბობს რომ მან აზერბაიჯანის პრეზიდენტთან დააყენა ეს საკითხი და 1 წლის წინ როდესაც იმყოფებოდა ქალეთში მაშინ მისი ვიზიტი იყო შეთანხმებული და ეს არ ყოფილა კერძო ვიზიტი აი ეს მისი განცხადებები თქვენ რაზე მიგანიშნებთ და თუ ხედავთ აქაც ცივის წამებას კომისიის მისამართი სიმართლე გითხრათ არ მომისმენია ეს განცხადება და აი რასაც თქვენიდან ვიგებ ქალბატონი პრეზიდენტი არ ვიცი რამდენად ერკვევა რუკებში არ ვიცი რამდენად ერკვევა ამ ტექნიკურ დეტალებში მას ქონია მასთან შეხვედრა როდესაც მინისტრი იყო მაშინაც რაღაც აგურდა რაღაც ტალღა და აქედან გამომდინარე ქონია შეხვედრა და აუხსენეთ და რა ვიცი მე მეგონა რომ კარგად აღიქვა და გაიგო ახმის უნარი აქვს მაგრამ რატომ ახლა რაღაც ამ რუკებზე აპელირება და რაღაც არ მე ყოველ შემთხვევაში ფაქტი ის ვიცი რომ ესეთი ვთქვათ ის ჩართული იყო ამ კომისიის საქმიანობაში მინისტრი როდესაც იყო იმიტომ რომ ამბობს რომ მალევე ჩამოცილდა კომისიას და
და არ იღებდა მონაწილეობას. ხო, არა, კომისიაში ჩართული როგორც ასეთი არ იყო, ის მინისტრი იყო, ცხადია ინფორმაცია ჰქონდა კომისიის შეხვედრებზე მიმდინარეობაზე საკითხის, მაგრამ დეტალებში არ ვიმეორე. არაფერი, ეს ჩვეულებრივი მიმდინარე პროცესი არის და მას რაიმე ახლა განსაკუთრებული პოზიცია არა, ახლა როგორ გითხრათ, ახლა მინისტრსა და ვთქვათ, სულაც არ ევალება, რომ კონკრეტულად რაღაც დეტალები იცოდეს და მასაც ახლა არ ჩაუხედი, არ ყოფილა ცალკე მოხსენება მინისტრისათვის. კომისია მუშაობდა ჩვეულ ჭრილში, ჩვეულებრივად ჭრილში, მე რა მაგრუკების გარდა უამრავი რუკა მასალა გვაქვს გაანალიზებული და ზოგი ხარისხიანი, ზოგი უხარისხო, ზოგი გამოსადეგი და აქედან გამომდინარე, ზოგი გადადებული და ზოგი ეს ჩვეულებრივია. თავის დროზე, როცა ორ ქვეყანას შორის საზღვრებზე მოხდა შეთანხმება, ეს გარეჯისკები იყო თუ არა შეთანხმებული, თუ ღიად იყო დარჩენილი? არა, ეგ მონაკვეთი არ შეთანხმებულა. არ შეთანხმებულა, ასე ვთქვათ, არ მოხდა, იმიტომ რომ ქართულ მხარესაა განსხვავებული მიდგომა, ასე რომ ვთქვათ, რომ გულში გულზე ჯიღი რო არ ვიბრახუნოთ და ეს პატრიოტული, ანუ ურაპატრიოტული განცხადებები რო არ ვაკეთოთ, ქართულ მხარეს ჰქონდა ასეთი მიდგომა და შესაბამისად არ შეთანხმდა. ვერ შეთანხმდა ეგ მონაკვეთი, ისევე როგორც სხვა მონაკვეთები, ახლა აზერბაიჯანის, საქართველოს-აზერბაიჯანის ნაწილი არის შეთანხმებული 66% და დანარჩენი ნაწილი შეუთანხმებელია ჯერ კიდე, ისე მათ შორის არის დავითის ქედი. აი დავითის ქედი. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გაგდინდეს ეს საზღვარი და რაღაცა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ბუნებრივი არსებობს? რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით? ხო, შეთანხმება, ცალკე შეთანხმება. იცით რა შეასაქმე? დელიმიტაცია ეს არ არის მარტო, მოდი ესე ვთქვათ, ისეთი პროცესი. კომისია, რა თქმა უნდა, მხარეთა კომისიები წარმართავენ ეს პროცესს, მაგრამ საზღვარი როგორც ასეთი ეს ალბათ ეს ის თემა, რომელიც ყველას ეხება, მთავრობასაც და ნებისმიერ მოქალაქესაც, მოდი ესე ვთქვათ, უბრალოდ ეს კომისია მუშაობს დოკუმენტებზე დაყრდნობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ტექნიკურ დეტალებს სწავლობს და ყველაფერი. ამისათვის არის კომისია შექმნილი. რაც შეეხება თვითონ საკითხის შეთანხმებას, როგორ უნდა შეთანხმდეს? მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ კომპრომისების რაღაც აი ესეთი თანმიმდევრული მიდგომის მათ შორის მთავრობის და საერთოდ სახელმწიფო სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან უნდა იყოს თანმიმდევრული მიდგომა. და ეს როგორც ერთი უნდა ვიყოთ ამ მასში ქვეყანა. ეს ახლა რაც ხდება, ეს აჟიოტაჟი, ეს ბატალიები, ეს ბრალდებები კომისიის ყოფილი წევრების მიმართ და საერთოდ ამ თემის წამოწევა, რომ აი ვითომ რაღაცა ახალი რუკები არის აღმოჩენილი და ეს პროცესი ზიანს აყენებს. მეორე მხარესთან რომ დაჯდება ეს ახალი კომისია მოლაპარაკებები, ჯერ ერთი რამდენიმე შეხვედრა გამართული აქვს და რაღაც მაშინაც ჰქონდა თქვათ საშუალება, ხო? თქვათ განხილვის მათ შორის ამ რუკების და ასე შემდეგ. ხო და თვითონ მიმდინარე პროცესთან უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად ხალხო, ეს სენსიტიური თემა არა მარტო ჩვენთვის, ეს არის მეორე ქვეყნისთვისაც ასევე სენსიტიური თემა არის და შესაბამისად აი ყოველგვარ ეს განცხადებებზე, აი ეს რაც წამოიწყო ეს პროცესი რა, ეს აჟიტირებული, აი ბრალდებები, თურმე მიწები გადაუციათ და რაღაცა. აი სადაც არ არის და არაფერი არ მომხდარა იქ, როგორ უნდა დაიწყო ამის შესახებ და გახმაურება.
არ ვიცი ახლა ხო გითხარით ახლა არ ვარ მეთქი პოლიტიკოსი, მაგრამ სხვას ვერაფერს ვერ უკავშირებს სამწუხაროდ ალბათ ეს იმას არ ნიშნავს რომ რაგი პოლიტიკოსი არ ვარ, ჩემი აზრი არ მაქვს. ვერ უკავშირებს სხვას ვერაფერს. იმიტომ რომ თუ ვინმეს უნდა ნებისმიერი საკითხის განხილვა ანუ თუ საკითხისთვის ანუ რაღაც თემა არის და იმ თემისთვის სასიკეთოდ გინდა შენ სასიკეთოდ რომ გადაწყდეს ჯერ შიგნით უნდა განიხილო ეს ყველაფერი თუ რაღაც გაქვს პლუს მინუსები ეს ასე ვთქვათ შეაჯერო დადებითი უარყოფითი ასე შემდეგ ჩამოყალიბდე და ამ ჩამოყალიბებული პოზიციით უნდა იმოქმედო არა მარტო მოლაპარაკებები აწარმოო უნდა იმოქმედო კომისიის საქმე არის მოლაპარაკებების წარმოება ხო და ყველაფერს კომისია ვერ გადაწყვეტს არა აქვს ამისი ხელმისაწვდომობა სხვა უწყებებმაც შესაბამისად უნდა ანუ ეს ერთიანი მიდგომით უნდა მოხდეს ამისი გადაწყვეტა ანუ წეგან კითხეთ ხო როგორ შეიძლება მიღწევა ხო იმისი რაც გინდა მიაღწევ მაშინ თუ ერთიანად იმოქმედებს შენი ყველა უწყება და ყველა ინსტანცია და არა ის რომ აი რაღაც წამოწიეს არ ვიცი ახლა უაზროს არ ვიტყვი ახლა კარგი და კი აზრიანად მოიფიქრა ვიღაცამ ხო ამის წამოწევა რისთვის და რატომ ეგ სხვა საქმეა მაგრამ ხო აი ამით საქმე არ გეთდება ამით მხოლოდ ფუჭდება გუშინ ასევე ინტერვიუ იყო მიხეილ სააკაშვილის და ის ამბობს რომ კომისიის თავმჯდომარე მაშინ ვინც იყო გიორგი მანჯგალაძე არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ამ საქმეში და ის მან მისცა ჩვენებები თქვენ და მის წინააღმდეგ და მარტოობის იყენებენ როგორც სააკაშვილისთვის ახალი ბრალის აყენების საფუძვლად. აი ამ მოსაზრების გაზიარება თუ შეგიძლიათ და გიორგი მანჯგალაძის როლზე რაც ვეთქვით ამ გამოძიების ფარგლებში თუ გქონიათ ბოლო კომუნიკაცია თქვენ მასთან. არა ბოლოს არ მქონია კომუნიკაცია ნამდვილად იმიტომ რომ გიორგი მანჯგალაძე არის საკმაოდ მოზომილი საკმაოდ ასე ვთქვათ დაფიქრებული პიროვნება მის მიმართ ასეთი განხორციელება რომ რაღაც ხელი მოაწერა და რაღაც გადაცემა მოხდა ეს ჯერ ესეთ წარმოუდგენელია ცალკე რო ვივარაუდო და მე ყველაფერს თავი დაანებენ მარტო ხო არ იყო გოგი კაცო ამდენი კომისია ვარ ზოგი ექსპერტი ზოგი იურისტი ზოგი რა ვიცი სამართალი დამცავი და ზოგი მესაზღვრე და ხო მარტო ხომ არ იყო ეს ხო კომპლექსში ინხილებოდა საკითხები დამალული არავისთვის არაფერი არ ყოფილა უბრალოდ სახელმწიფო სტრუქტურებიდან მათ შორის თავდაცვიდან წარმომადგენლობა სულ ყოველთვის იყო კომისიაში. ხო, ამიტომ ვამბობ, თუ არსებობს რაღაცა საკითხი, იქ ინხილებოდა შიგნით. თუ იცნობთ მის ჩვენებას თქვენ, მანჯგალაძის. არა, მე არა. თუ იცით თუ არსებობს მის ჩვენებას საქმეში. მე რამდენადაც ვიცი, გოგიც ყავდათ პროკურატურაში დაბარებული, მაგრამ ჩვენებების ისევე როგორც სხვა წევრები, კომისიის სხვა წევრები, მაგრამ ჩვენებები ნამდვილად არ ვიცი, ახლა ჩვენთვის არავის არ გაუცნია და შეიძლება რომ ის მას ჰქონდეს ჩვენება მიცემული წინააღმდეგ თქვენი ან კომისიის წევრების და მას ვთქვათ აღიარებითი. არა მგონია მე ამას ვერ დავიჯერებ, ჯერეთი როგორ უნდა მიეცა ის რაც არ არის, რაც არ მომხდარა და მე კიდე გოგიმ რო ესეთი რაღაც ესე იგი ტყუილი იკადროს არ გონია. და ფიქრობთ რომ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოიყენებენ ამ საქმეს? ნუ ახლა მე მოусმინე ახლა ბატონ მიხეილ სააკაშვილს ხო მას აქვს თავისი მოსაზრებები მან რაღაც მოსაზრებები გამოთქვა ზოგი ხუმრობით ზოგი არა ხუმრობით მაგრამ მან ასე ვთქვათ წინასწარ განსაზღვრა რომ ალბათ მან თქვა ივარაუდა რომ შეიძლება გოგიზე მოახდინონ ზეწოლა რომ იმის გამო რომ ვთქვათ ხო რომ მისაწინააღმდეგოთ და რაღაცა თქვას ესეთი რაღაცა ათქმევინონო მე რამდენადაც ვიცი ეს ვარაუდი გამოთქვა მაგრამ არ გონია არც გოგი ის კაცი არც გიორგი მანჯგალაძე ის კაცი რომ
თქვათ ასეთი რაღაც გააკეთოს, ეს იცით რა არის თვითონ აი ესეთი ბრალდება ჯერ ერთი არ არსებული არის რა, ხო და არ არსებული რაღაცაზე რაღაც ესეთი ბრალდება და ამისი აჟიტირება მით უმეტეს, ну არ ვიცი ახლა როგორ უნდა თქვას ვინმე და დიახ დასაწყისში რომ შემოვიდნენ რა წაიღეს რა გაიგეს თქვენგან და თუ გითხრეს რა უნდა ხო არა მათ თქვენს მითხრეს რომ ნუ რო უთხარი ვკითხე ნუ რას ეძებთ ხო კაი ჩხრეკაზე ხარ ჩხრეკაზე მაგრამ რას ეძებთ კონკრეტულად რაღაც რუკები მასალები და რაღაცა ну მე ვუთხარი ასეთი სახში არა მაქვს ერთი თქვათ ელექტრომატარებლები თუ გაქვს რაიმე თქვათ ეს კომპიუტერი ფლეშკა კი ბატონო კომპიუტერი აგდებს მაგიდაზე ფლეშკა ჯიბეში მაქვს აი ესენი მივეცი დაათვალიერეს ყველაფერი სახლიდან მეტი არაფერი არ წაუღიათ სამსახურის კაბინეტის და მეორე ოთახის კიდე ცალკე მაქვს ყოფილი კაბინეტის ხრეკა იყო სადაც აურაცხელი თქვათ მასალა მაქვს აი ესე ვთქვათ გადადებული ხო ну იქ ნახეს ეს მასალა ну რა ვიცი წაიღეს ის რაც მიიჩნია საჭიროდ და წაიღეს ასევე პროცესორი თქვენ კიდევ თუ ხართ დაბადებული პროკურატურაში და თუ ფიქრობთ რომ საქმე ანუ ადვოკატი აიყვანოთ და ჩართოთ ამ საქმეში იცით რა ჯერ აი ახლა სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ მაქვს ახლა დასაფიცი არაფერი და დასამალი არაფერი და შესაბამისად ღია ვარ პროკურატურასთანაც ამიტომ ამ ეტაპზე ადვოკატის აყვანა კი მირჩიეს ზოგი მეგობარმა ზოგის რო აიყვანეთ ადვოკატი და რაღაცა მაგრამ მე ვფიქრობ აი კომუნიკაციის გართულება არ მინდა რომ ადვოკატის მეშვეობით ილაპარაკე და რა ჯერ ბრალი და რაღაცა ესეთი წარდგენილი არ არის ანუ გამოძიება მიმდინარეობს და თუ ეხლა მაინც და მაინც ახლა მე ბრალის წარდგენა მოხდება მაშინ ალბათ დამჭირდება ადვოკატი მაგრამ არ ვიცი რა ვიცი არც იმას ვფიქრობ თუ ვინმე გამჩხრიკავდა მაგრამ გამჩხრიკეს ხო ხო და საერთოდ ჩემთვის ახლა ეს არის იმათვის ჩვეულებრივი მომენტია ეს და არ ვიცი მე მგონია რომ ალბათ გაირკვევა სიმართლე იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში რასაც ხედავ პროკურატურის აი იმ თანამშრომლებიდან ვინც დამკითხეს ერჯელ მეორეჯერ მათ თვალებში იმას ვკითხულობ რომ სიმართლის დადგენა უნდათ ხო ჩემი ინტერესიც აბსოლუტურად ეს არის და კი დაიწყო ასეთ ბრალდებაზე აღარ მინდა კიდე ის სიტყვები ვეხმარო ასეთ ბრალდებაზე ძიება ხო ინტერესი ჩემი ის არის რომ დასრულდეს ბოლომდე მიყვანილი იყოს ბოლომდე იმიტომ რომ მე ძალიან მინდა რომ მე მოეკითხოს იმ ხალხს რომელმაც თავისი დილეტანტობით არადილეტანტობით თუ რაღაც ცილისწამებრული განცხადებებით მიიყვანეს საქმე აქამდე ნამდვილად აი არ ვიცი სხვა რა ვიფიქრო და თუ ვინმეს რამე უნდოდა კონკრეტულად განხილვა საკითხის ეს შესაძლებელი იყო აბსოლუტურად ეს სამუშაო ვითარებაში ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე. სამწუხაროდ ესე არ მოხდა პირიქით. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უნდა ელოდნენ და ეს ნაწილი კარგად გამიშალა. იცით რა შეასაქმე? ახლა შევეცდები დიდი სიამოვნებით გავშლიდე კომპიუტერს და გაჩვენებდით ახლა სკოლას ამას, მაგრამ იცით რა შეასაქმე? წარმოიდგინეთ თქვენ ერთი და იგივე ობიექტი. აი იძულებული ვარ ესე გავაკეთო ხელები. აი ერთ რუკასა და მეორე რუკას შორის თქვათ სხვაობა ერთი და იგივე ელემენტების აი ასეა. და მათ შორის საზღვრის ხაზი, თქვათ, ერთ რუკაზე ესეა მოცემული საზღვრის ხაზი და რო შეადარო მეორე რუკას, თქვათ, ესე გადმოდის ზოგამ. ხო, ანუ ცდომილება სადღაც ესე იგი და თუ წავიკითხავთ ინტერნეტში ამ რუკებთან დაკავშირებით, ამ მიუფლინგის სისტემასთან დაკავშირებით, საკოორდინატო სისტემასთან დაკავშირებით,
არის 6-8 ერთეული, ანუ ეს ჩემი ის არ არის, წერს ზოგი მეცნიერი, ზოგი არამეცნიერი, მაგრამ ბუკების მომხმარებელი წერს ამას, რომ 6-8 ერთეულით ცნობილება ახასიათებს. 6-8 ერთეული 200,000-იანი მასშტაბისთვის ეს არის ჩათვალეთ დაახლოებით 240-320 მეტრი. ხო, ეს თეორიულად, მაგრამ პრაქტიკულად შეიძლება ან მეტი იყოს, ან ნაკლები. ხო, გააჩნია როგორ რა შეადარებდა როგორ. და ეს რომ ყოფილიყო, აი ოდნავად გამოყენებადი რო ყოფილიყო, გარწმუნებთ, რომ ეს გამოყენებული იქნებოდა. რა უარი ვთქვით შეგნებულად, იმიტომ რომ ჯერ ერთი აი სუსტი არგუმენტია, უსუსური არგუმენტია, თქვა და მით უმეტეს დაჯდა და მეორე მხარეს ესაუბრო ამ. აქ შეიძლება შიდა განხილვებში ვინმე აქ ხან ბერი მონაწილეობს, ხან სხვა მონაწილეობს, შიდა განხილვებში შეიძლება რომ შეეცადო, რომ დაუსაბუთო, თუმცა თუ არ უნდა გაგება, აი ხშირად ეს არის, ახლა რაც დავინახეთ, თუნდაც 2014-15 წლებში არ უნდა ვიღაცას ამის გაგება, არ უნდა დილეტანტია და ამბობს. ერთი ამბობს, რომ მე არ მესმის რუკების და აი ამიტომ არ მინდა ან ვერ ვიგებ. მეორე ამბობს, რომ აი გულში ხელებს ირტყავს და აი თქვა ეს რომ გამოგეყენებია თავარ არგუმენტად, თურმე ესე იგი მეორე მხარე რაღაც ტერიტორიის პრეტენზია გვექნებოდა და ეს ვერ გექნებოდა. იმიტომ რომ პირველ რიგში, როდესაც კომისიები მუშაობენ, ეს არის პრინციპი საერთაშორისო და მათ შორის ჩვენ ორ ქვეყანას შორისაც რომ მუშაობთ დოკუმენტალურ მასალაზე. სამართლებრივი და როდესაც ამ რუკას არ აქვს არც სამართლებრივი გამყარება და სუსტია თვითონ ტექნიკური თვალსაზრისით მისი გამოყენება. ეს ჩათვალე რომ ეს რომ არგუმენტად დაუდო მეორე მხარეს უნდა მისცე იმის საშუალება რომ იოლად გაგამთხოვნოს. ანუ ეს რეალურად ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლოა თუ პირიქით საზიანო? აი როგორ გითხრათ ახლა საზიანო აი ბჭყალებში ძალიან ან სასარგებლო ან საზიანოს ბჭყალებში ვიტყოდი ამ სიტყვას რომ აი ბჭყალებში სასარგებლო თქვა შეიძლება სამხრეთ ნაწილში შეიძლება თქვა ვიღაცამ წარმოიდგინოს აი დილეტანტური შეხედულებით რომ ეს სასარგებლოა რატო რომ თქვა სამხრეთ ნაწილში აი ამ აცილების გამოწეყანას გაჩვენეთ აცილებულია უფრო დაბლა, ანუ დაბლა მინდა. ჩრდილოეთ ნაწილში პირიქით ესე იგი ჩამოდის, ხო, იქ რაღაცას, ხო. ბატონო, რეალურად ეს რუკა რომ მტკიცებულებად აზერბაიჯანულ მხარეს წარუდგინოთ. ეს იმათ არ ექნება, თქვათ, პირიქით, არგუმენტები, რომ ეს რეალურად არის. აი, იცით რა შეა საქმე? ახლანდელ კომისიაში არიან ეს წევრები, რომელსაც ეს ასე გონიათ. ეს სულია. მე რამდენადაც ვიცი, სცადეს ამისი მეორე მხარესთვის და ნუ არ ვიცი ახლა რას მიაღწიეს, შედეგი ნამდვილად სახეზე არ არის და აი არ ვიცი რა, მე ამას ფიქრობ, რომ ეს არის დილეტანტური მიდგომა და უბრალოდ პროცესს გააჭიანურებს და ვერ მიიყვანს საქმეზე რა. მეტი აქ არაფერი.